და დროა ჩვენი დღევანდელი პროგრამის მთავარი თემა წარმოგიდგინოთ. ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის საგრანტო კონკურსებია დღეს ჩვენი პროგრამის მთავარი თემა და სწორედ ამაზე ვგეგმავთ საუბრას ჩვენ სტუმრებთან ერთად, როგორც იცით, ამ პროექტის საშუალებით თქვენ გაქვთ უნიკალური შანსი იმისათვის, რომ დასაქმდეთ და შეიძინოთ გამოცდილება. უკვე 13 წელია ეს ფონდი არსებობს და არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული. უფრო დაწვრილებით ამაზე ჩვენი ჟურნალისტი სალომე გელაშვილი მოგუყვება, ხოლო სიუჟეტის დასრულებისთანავე კი უკვე სტუმრებთან ერთად დავბრუნდებით. ვერ გეტყვით რა მიზეზი იყო, მაგრამ თეატრში ტევა არ იყო იმ ღამეს. საზღვართან ახლოს საბავშვო ბაღის ძველისძველ შენობაში პატარა ბიბლიოთეკა გააკეთეს. სულ რაღაც 50 ახალი წიგნი და ყველაფერი, რაც სახლში იპოვეს, ახლად გარემონდებულ ოთახში მიიტანეს და კვირაში რამდენჯერმე იკრიბებიან. სიცივის მიუხედავად მოსწავლეები კარალეთის 3 სკოლიდან დროის ერთად გატარებაზე უარს მაინც არ ამბობენ. კარალეთში სულ გვაქვს 3 საჯარო სკოლა, 3-ვედან არიან ბავშვები და ასევე გავიცანი ბევრი ბავშვები. Ოდესაც დავდივართ ხოლმე, გარდა იმისა, რომ წიგნებს ვკითხულობ, სარგებლობთ ასევე ინტერნეტით. კი, აქედან ძალიან დიდ ცოდნას ვიღებ, როგორც ხედავთ, აგერ არის 50 ტომეული წიგნი, ასევე სხვადასხვა ავტორობისა, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია ვისარგებლოთ უფასოდ, ნებისმიერ დროს მოვიდეთ, ასევე გამოვიყენოთ კომპიუტერი, თავისი ინტერნეტი და გარდა ამისა, ჩვენ გვიტარდება ინგლისელი მოხალისისგან, ინგლისურის გაკვეთილები და ვფიქრობ, ძალიან ბევრის მომცემია ყოველი თითოეული წამი აქ ყოფნისა ჩვენთვის. Okay, to make it more competition, every time 40-მდე ბავშვს ინგლისურის მოხალისე მასწავლებელიც შეუერთდა. გაკვეთილები არც თუ ტრადიციული, სამაგიეროდ არც მოსაწყენია. თამაში ერთმანეთსაც უკეთ იცნობენ და მორცხოვებასაც ივიწყებენ. ყველაფერი ეს კი მხოლოდ ერთი პატარა ქალბატონის 16 წლის მარის დამსახურებაა, რომელმაც სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადება ნახა და მას გამოეხმაურა. მე მყავს მოგეხსენებათ მოხალისე ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც ვეხმარებით ხალხს საზღვრისპირა სოფლებში სხვადასხვა საქმიანობაში. ხო და არ ქონდა ჩვენ თავშეყრის ადგილი, ასე ვთქვათ, გვინდოდა ყოველთვის ვიკრიბებოდით ჩემთან სახლში და გვინდოდა რომ ქონდა თავშეყრის ადგილი, ოღონდ ეს ყოფილიყო კულტურული. Facebook-ზე ვნახე, რომ სპორტსა და ახალგაზრდების სამინისტრო აცხადებდა კონკურსს. ვიფიქრე მივიღებთ მონაწილეობას, იქნებ გავემართლოს, დავწერე პროექტი და მართლაც გავიმარჯვე. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდმა უკვე არაერთი პროექტი დააფინანსა, მაგრამ კარალეთის ბიბლიოთეკა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ საზღვრისპირა პროექტი უკვე რამდენიმე თვეა დასრულდა, ბავშვების რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება. ფონდი კი ახალი იდეებისთვის ახალ საგრანტო კონკურსს აცხადებს. თემატიკები უკვე განსაზღვრულია, პრიორიტეტები განსაზღვრულია, ის არის როგორც ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე განლაგებულია Facebook-ზე. ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის და რაც შეეხება უშუალოდ თვითონ როგორი იქნება პროცედურა, პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ყველა საკითხს, აბსოლუტურად ყველა განიხილავს სათათბირო უშუალოდ გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, სათათბიროს გაუადვილდეს თავისი მუშაობა, დარგობრივი სპეციალისტები პირველად განიხილავენ ამ პროექტებს, არის შემუშავებული გარკვეული კრიტერიუმები. ალბათ უკვე დარწმუნდით, რომ მას აქვს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია მოინდომოთ და შესაძლოა მომავალი კონკურსის გამარჯვებული თქვენც გახდეთ. ასე რომ კრეატიული აზროვნების განვითარებისთვის შესანიშნავი სტიმული გეძლევათ. ჩვენ უკვე შემოგვიერთდნენ სტუმრები ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი და ასევე მისი მოადგილე მურმან პატარაია დილომშვიდობის და ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ გამონახეთ დრო და მობრძანდით ჩვენთან სტუდიაში სტუმრად. მოდით, სანამ დავკონკრეტებით და პროექტებზე ვისაუბრებთ, ზოგადად ფონდის საქმიანობის შესახებ გითხარით, უკვე 13 წელი არსებობს და შესაბამისად დიდი მიზნებიც აქვს ალბათ მას. თქვენგან დავიწყოთ ირაკლი. მოგესალმებით, დიდი მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის სტუდიაში. მინდა შეგახსენოთ, რომ აღნიშნული ფონდი 2000 წლიდან ფუნქციონირებს და ფონდის უშუალო მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდული კავშირების და ორგანიზაციების დაფინანსება. რა თქმა უნდა, 12-13 წლის განმავლობაში დაგროვდა გარკვეული გამოცდილება, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია ახალი სტრატეგიის შემუშავება, რომ საშუალება მივცეთ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს მაქსიმალურად ჩართული იყვნენ სამოქალაქო პროცესებში და მთლიანობაში ეს ფონდი, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი, არის ერთ-ერთი კარგი საშუალება ქართულ სივრცეში, რათა მოიპოვონ გრანტი ახალგაზრდულ ორგანიზაციებმა და შესაბამისად გაიზარდონ როგორც ორგანიზაციები და მიიღონ
გამოცდილება. გასაგებია. და სანამ ვისაუბრებთ კონკრეტულად ამ საგრანტო კონკურსზე, მე ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის ნომერზე 2409006 და თუ რაიმე კითხვა გაქვთ ამ კონკურსთან დაკავშირებით და პროექტთან დაკავშირებით, თავადაც სწორედ პირველ წყაროდან გაიგოთ ამის შესახებ, როგორც უკვე გითხარით, ჩვენთან ფონდის დირექტორი და მისი მოადგილე არიან სტუმრად. და თქვენთან გადმოვალ ბატონ მურმან, თუ შეიძლება გვითხრათ, წელს განსხვავებული ფორმის ტარდება, გულისხმობ იმას, რომ ჩაატარეთ შესაბამისი კვლევა, რომლის საშუალებითაც განსაზღვროთ უკვე პროგრამული პრიორიტეტები და ის თუ რა ინტერესებთ ახალგაზრდებს და რა თემებზე არის უფრო მისაღები, რომ მომზადეს პროექტები. მოდით უფრო დაწვრილებით მოგვყევით ამ წინა პერიოდის შესახებ. კი ბატონო, ეს ხო ძალიან საინტერესო პროცესი, გამომდინარე იქიდან, რომ ასე ვთქვათ, ეს მცირე სახის კვლევები ჩატარდა არა მარტო თბილისის მასშტაბით, არამედ რეგიონის მასშტაბით. ჩვენ გამოვაცხადეთ საუნივერსიტეტო კვირეულის პარკლებში თბილისში არსებული უნივერსიტეტები, დაწყებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, დამთავრებული აბსოლუტურად ყველა წამყვანი უნივერსიტეტის ჩათვლით, ასე ვთქვათ, მოეწყო გამოკითხვები, სტუდენტებთან გასაუბრებები, სპეციალური კითხვარი ჰქონდა შედგენილი, სადაც რამოდენიმე პრიორიტეტი იყო ჩამოწერილი და ამ პრიორიტეტებს უკვე უპირატესობა მიანიჭეს თვითონ სტუდენტებმა. ამის შემდგომ უკვე სხვადასხვა უნივერსიტეტები, იგივე თელ-ავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაერთო ამ საქმიანობაში და შესაბამისად ეს პრიორიტეტი არ არის კონკრეტულად რომელიმე, ასე ვთქვათ, პერსონის პრიორიტეტი და ჩვენს მიერ მოფიქრებული პრიორიტეტი, ეს არის ის საყოველთაო პრიორიტეტები, რომლებიც თვითონ ახალგაზრდებმა მიანიჭეს უპირატესობა. ეს არის გარემოს დაცვა, ეკოლოგია, ადამიანის უფლებები, დემოკრატიული მმართველობის წახალისება, ეს არის ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ასე შემდეგ. შემდგომ ეს პრიორიტეტები უკვე პროგრამებად ვაქციეთ და 4, ასე ვთქვათ, პროგრამა გამოვიდა, რომელზეც შეუძლია უნდა მომზადდეს შესაბამისად პროექტები. ზარია ჩვენი მაყურებელი რეკავს მოვუსმინოთ. დილამშვიდობის. დილამშვიდობის. მაინტერესებს თქვენ საიტზე ვნახე, იყო IVS-ის პროგრამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. ფონდი ელოდება აკრედიტაციას. ხო შეგიძლიათ მითხრათ, რა პერიოდში მიიღებს აკრედიტაციას ფონდი და კონკრეტულად ვის შეუძლია ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება? აი შეკითხვა. IVS-ის აკრედიტაცია. დიახ, თუ არ ვწდები, ეს ევროპული მხარდაჭერა. ეს არის ევროპის მოხალისეობის, დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ეს არის IVS-ი, ევროპის მოხალისეობის სამსახური, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორის ქვეყნებთან და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან აქვს თანამშრომლობა და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ჩვენ გავდივართ მის აკრედიტაციას, კერძოდ ეს არის 6 კვირიანი პროცედურა და შესაძლებელი იქნება ევროკავშირის მე რამდენი კვირაზე ხართ? ჩვენ ეს არის პირველი კვირა, რაც გავიარეთ, დიახ, გავიარეთ და შესაბამისად ალბათ ევროპიდან, ევროკავშირიდან გვეწევა მოხალისე და ჩაერთვება უშუალოდ ფონდის საქმიანობაში, გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას. ამავე დროს ჩვენ გავიარეთ ერთგვარი თანამშრომლობა გაქვს ამერიკის მშვიდობის კორპუსთან და სავარაუდოდ ამერიკიდანაც ველოდებით მოხალისეს აპრილში და შესაბამისად ეს არის კარგი საშუალება, რომ ევროპული და ამერიკული და ასევე ქართული ღირებულებები ერთგვარად გავცვალოთ, ვითანამშრომლოთ და ფონდის საქმიანობა უფრო აქტიური ანუ იმ შემთხვევაში თუ თანამშრომლობა შედგება, ჩვენს ახალგაზრდებსაც ექნებათ იმის საშუალება, რომ ევროპის ან ამერიკის რომელიმე ორგანიზაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს, რომ ეს არის ერთწლიანი პროგრამა, ამ პროგრამის საშუალებით არაერთი ახალგაზრდა, 100,000-ობით ახალგაზრდა უკვე ევროპის მასშტაბით და ასე ვთქვათ, აღმოსავლეთის პარტნიორობის მასშტაბით ახალგაზრდები იღებენ გამოცდილებას სხვადასხვა ქვეყნებში. თვითონ არა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ახალგაზრდებს შეუძლიათ ისწავლონ, იმუშაონ, იმოგზაურონ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ამიტომ ძალიან პოპულარული პროგრამაა და ჩვენს ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, რომ ფონდის გავლით მიიღონ მონაწილეობა ზუსტად ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ანუ სულ რამდენიმე კვირასაც თქვენ ზუსტად გეცოდინებათ თანამშრომლობთ თუ არა ამ ორგანიზაციასთან. წარმატებებს გისურვებთ, რა თქმა უნდა. ჩვენს მაყურებელს უფრო დაწვრილებით ჩვენ რა თქმა უნდა ვისაუბრეთ ამ პროექტების შესახებ, მაგრამ მაინც რო ვუთხრათ, სად შეიძლება ნახოს ზუსტი ინფორმაცია დეტალურად თუ როგორ უნდა მომამზადოს პროექტი, რამდენ ხანში, რა თემაზე, სად შეიძლება ეს ყველაფერი ნახოს? კი ბატონო, აღნიშნული ინფორმაცია დევს ჩვენს ვებსაიტზე, ეს არის www.წერტილი.fond.g და აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი, რომელიც შეიძლება ახალგაზრდას აინტერესებს, როგორც ფორმალური შეფასების კრიტერიუმები, ასევე შინაარსობრივი შეფასების კრიტერიუმები, რაც აუცილებელია თითოეული პროექტის დაფინანსებისთვის. ამიტომაც ვთხოვ ახალგაზრდებს მაქსიმალურად ყურადღებით ადევნონ და გაითვალისწინონ ყველა ის პროცედურა, რომელიც გასავლელია პროექტის დაფინანსების მიღების კუთხით.
და რა თქმა უნდა, მთავარ საკითხებზე ჩვენც უნდა გავაკეთოთ აქცენტი და მოდით გითხარით, ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება და ვის აქვს შანსი იმის, რომ მიიღოს შესაბამისი თანხა მისი პროექტის განსახორციელებლად. კი ბატონო, ამგვარად ამჟამად არსებობს რეესტრი რეგისტრაციის წესი და თითოეული ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი 26 წლამდე 2/3 არ უნდა აღემატებოდეს. შესაბამისად, ეს წესი ახლა შედის საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტში, ალბათ მოიხსნა, მაგრამ პირველი საგრანტო კონკურსი ამ წლის განმავლობაში ჩატარდება ძველი წესით და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს თხოვ გაითვალისწინონ ეს გარემოება და მათი ორგანიზაციის 2/3 უნდა იყოს 26 წლამდე ახალგაზრდა. ასე წესდების ასლი იქნება საჭირო და ყველა ეს დოკუმენტაცია რაც საჭიროა მითითებულია ჩვენ საიტზე. და როდემდე აქვს თვა და პროექტის შემოსატანად? პროექტის შემოსატანად იქნება 25 დღიანი ვადა, შესაბამისად ამ ხნის განმავლობაში ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შეუძლიათ თან დარეგისტრირდნენ, ვინც არ არის უკვე რეგისტრირებული და ამავდროულად შეუძლიათ პარალელურად პროექტი შემოიტანონ. რაც ყველაზე მთავარია იყო პრობლემური საკითხი აქამდე, ანუ ის რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი მე შემიძლია ახალგაზრდულ კავშირებს, ახალგაზრდებს ყოველს უთხრა ერთი მთავარი მესიჯი, რომელიც იქნება უნიშნელოვანესი, რომ ამ პროცესში, ანუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ეს იქნება ყველაზე გამჭვირვალე პროცესი, შესაბამისად სათათბირო არის დაკომპლექტებული ბატონი მინისტრის ხელმძღვანელობით და მეთაურობით, არიან ის ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასე ვთქვათ, ამ სათათბიროში და ეს იქნება ის სათათბირო, რომელიც ყველა პროექტზე დაფინანსებულ პროექტზე აგებს პასუხს და ეს იქნება ის სათათბირო, რომელიც იქნება ძალიან, ასე ვთქვათ, კაფიოდ გამჭვირვალე და ჩამოყალიბებული და არ მგონი ამის შემდგომ, როდესაც ამ მათი პრეზენტირება მოხდება, ვინმეს პრეტენზია ჰქონდეს, ანუ თვითონ პროექტის დაფინანსებაზე. ამავდროულად იქნება სარეკომენდაციო საბჭო, ანუ სანამ სათათბირომდე მივა კონკრეტული პროექტი, გაივლის სხვადასხვა პროცედურებს, ასე ვთქვათ, გამოხშირვის პროცედურებს, ეს სარეკომენდაციო საბჭო იქნება კომისია უпростоრად, რომელიც დადებით პასუხებს და ასე ვთქვათ უარყოფით პასუხებს კი ბატონო, ანუ საბოლოოდ გამოხშიროს უკვე რეკომენდირებულ პროექტებს მოუტანს სათათბიროს და უკვე სათათბირო ამის შემდგომ მიიღებს გადაწყვეტილებას. არის შეფასების კრიტერიუმები კონკრეტული, ანუ როგორ უნდა შეფასდეს პროექტი, რომელიც არ იყოს სხვათა შორის აქამდე და ანუ მე არ ვიცი აქამდე როგორ არ მინდა წარსულზე ვისაუბრო, მაგრამ როგორ ფასდებოდა ეს პროექტები. არც ერთი კრიტერიუმი არ იყო ჩამოყალიბებული. ახლა ეს კრიტერიუმები უკვე ჩამოყალიბებულია და არის ასქულიანი სისტემა, თვითონ თითეული კომპონენტი, 5 კომპონენტია სულ ერთ პროექტზე და თუ აკმაყოფილებს ამ 5-ვე კომპონენტს უკვე რა თქმა უნდა პროექტი იქნება დაფინანსებული. პლუს ამას ქვეპროგრამები, რომელიც უზრუნველყოფს რეკომენდაციების მიცემას სათათბიროს მიმართ, კერძოდ ქვეპროგრამებში დარგების მიხედვით იქნებიან ექსპერტები ჩართული, წაიკითხავენ პროექტებს და მოგცემენ რეკომენდაციას და სათათბირო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. რამდენად მასშტაბური იქნება ეს პროექტი? იქნება თუ არა ვთქვათ რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს იმის საშუალება, რომ ჩაერთონ? ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი არის და სწორება სწორედ რეგიონზე გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის განვითარების მთავარი ამოსავლის წერტილი რეგიონალური განვითარებაა და ამ კუთხით ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლობთ ნებისმიერ ორგანიზაციასთან, ხელს შევუწყობთ მათ ფეხზე დაყენებაში და იგივე თვითმმართველობის განვითარება, სკოლის თვითმმართველობის განვითარება და ასე შემდგომ იგივე მაღალმთიან რეგიონებში ახალგაზრდული ინიციატივების ახალისება იქნება ჩვენი მთავარი ამოსავლის წერტილი და უახლოეს მომავალში ჩვენ რეგიონალურ კამპანიასაც გავაკეთებთ, რათა მაქსიმალურად ინფორმაცია მივაწოდოთ ახალგაზრდებს. კი ბატონო, ჩვენი მაყურებელი რეკავს მოვუსმინოთ. დილამ მშვიდობის. დილამ მშვიდობის. თემატიკას არ მაქვს შეკითხვა. მაინტერესებს მარტო ეს თემატიკა იქნება ეთნიკური უმცირესობების თუ ასევე საგანმანათლებლო პროექტებით იქნება. დიდი მადლობა. თუ შეიძლება უპასუხებ. ჩვენ გვაქვს როგორც საიტზე მითითებული 4 პრიორიტეტი, ეს არის უშუალოდ ადამიანის უფლებები, პირველი, გარემოს დაცვა, კულტურულ საგანმანათლებლო ღონისძიებები. მეგონი სწორედ ეს საინტერესოა. დიახ, და საერთაშორისო ურთიერთობა, უბრალოდ იქ არის ჩაშლილი ქვეპრიორიტეტები და შესაბამისად უფრო სპეციფიური რო ყოფილიყო ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. კი ბატონო, და რა არის ის მთავარი კრიტერიუმი, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს წარმოდგენილი პროექტი? ეგ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ამას სხვათა შორის ბევრი ვიმსჯელეთ, თუმცა ახალი ველოსიპედი ამ შემთხვევაში არ გამოგვიგონებია, არის ეს პრიორიტეტები და შეფასების კრიტერიუმები უკვე ასე ვთქვათ განსაზღვრული და ამაზე არაერთი
საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ. შესაბამისად ჩვენც ევროკავშირის სტანდარტებიდან გამოვედით. პირველი ალბათ რა თქმა უნდა ეს არის პროექტის გამართულობა თვითონ ამდენად ადეკვატურია თვითონ პროექტი მოცემულ პრიორიტეტებთან მიმართებაში, ბიუჯეტის პროექტის მდგრადობა, ანუ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროექტის დასრულების შემდეგ რამდენად ბენეფიტი იქნება ახალგაზრდებისთვის ან ბენეფიტის მომცემი ეს პროექტი, ამავდროულად იქნება ბიუჯეტის ადეკვატურობა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ კი ბატონო, ზუსტად გაწერილი უნდა იყოს და თვითონ პროექტი უნდა პასუხობდეს იმ მიზნებს და ამოცანებს, რაც არის პრიორიტეტში განსაზღვრული და ფონდისთვის, ასე ვთქვათ, უმნიშვნელოვანესი. შესაბამისად, ამ ყველა კრიტერიუმს თუ აკმაყოფილებს ჩვენ გარანტიას და აქვე იმასაც დავამატებდი, რომ უპირატესობა მიენიჭება ახალბედა ორგანიზაციებს და კოალიციურ რეჟიმში შემოტანილ პროექტს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და გვინდა რომ საზოგადოებამ ეს იცოდეს თქვენი ტელევიზიის მეშვეობით. კი ბატონო, ამავდროულად არის ნახევრად დაფინანსებული პროექტები უკვე, არის ესეთი პრაქტიკა თვითონ ევროკავშირისგან, ანუ აფინანსებს 50-60% პროექტებს და ჩვენ ამ პროექტებსაც მივანიჭეთ უპირატესობას, რომელიც უკვე გარკვეული პროცენტული მაჩვენებლით დაფინანსებულია და ასე ვთქვათ, დანარჩენ თანხებს საჭიროებს, ესეც პრიორიტეტი იქნება. კი ბატონო, ძალიან დაინტერესდა ჩვენი მაყურებელი, კიდევ ერთი მაყურებელი გყავს ხაზზე, დილამშვიდობის. დილამშვიდობის და გამარჯობათ. მე გაწუხებთ სტუდია პიონერ ფილმიდან. წელს მიდარ ზაფხულში რაიონში გავაკეთო ასეთი რესპუბლიკური შეკრება კინომოყვარულთა. თუ შეიძლება რომ თქვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეს. კი ბატონო, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შემოიტანოთ პროექტი, სათათბირო განიხილავს და შესაბამისად იმ შემთხვევაში თუ ეს პროექტი იქნება მდგრადი და დააკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, აუცილებლად დაფინანსდება. კი ბატონო. და საკრეტო პროგრამების გარდა არაერთი საქმიანობას ახორციელებთ, არაერთი მიმართულებით, ჩვენ ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ არაჩვეულებრივი თანამშრომლობას გეგმავთ ევროპულ ორგანიზაციებთან, კიდევ რა მიმართულებებზე შეგვიძლია საუბარი, რა საქმიანობს ფონდი ამ დროისათვის? პირველ რიგში იმას ვიტყოდი, რომ ეს ფონდი აქამდე გამტარდა ჩვენ ამ კუთხით პირველად სხვათა შორის 12 წლის განმავლობაში ჩავატარეთ კონკურსი და მივიღეთ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და გრანტების მოძიების სპეციალისტი და დავიწყეთ აქტიური თანამშრომლობა დონორ ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ამ კუთხით ვაპირებთ კიდევ უფრო გავაქტიურდეთ და ვითანამშრომლოთ ყველა ორგანიზაციას, რომელსაც შეუძლია ახალგაზრდული ორგანიზაციების წახალისება, იგივე ბავშვების პრობლემების აღოფრა ჩვენ ქვეყანაში არის უმწვავესი პრობლემა. ამავდროულად დასაქმების პრობლემა არის უმწვავესი, როგორც ისიც ჩვენ ქვეყანაში. ეხა ის ამ პრობლემას ვერ მოხსნის, რა თქმა უნდა, ჩვენი პატარა ფონდი, თუმცა რამოდენიმე თვის განმავლობაში მის პროექტები, რომლებიც შემოტანილი იქნება და შემდგომ ჩვენს მიერ დაფინანსებული, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი კომპონენტი არის იგივე სახელმწიფო განაკვეთი, სახელმწიფო ფონდი და ეს ადამიანები გარკვეული ხნის განმავლობაში დასაქმდებიან. ამავდროულად, რაზეც ირაკლი მისაუბრა, ის გრანტები, რომლებიც მოძიებული იქნება თვითონ ფონდის მხრიდან, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს იმასაც, რომ იქაც დასაქმდნენ დასაქმდებიან ახალგაზრდები, რომლებიც არ მუშაობენ, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში ფონდში და შესაბამისად იქაც ექნება დანაზღაურება, ესეც გარკვეულწილად, ანუ ახალგაზრდების ნაწილს შვებას მიცემთ. რა თქმა უნდა, ახლა ყველას ვერ დავასაქმებთ, მაგრამ ანუ იქნება რაღაცა საშუალება, რომელიც ცოტა ასე ვთქვათ, ჩვენ ახალგაზრდებს შეუმსუბუქებს მდგომარეობას. კი ბატონო, და 27 თებერვლიდან შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ, რომ უკვე 27 თებერვლიდან შეგიძლიათ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდში შეიტანოთ თქვენს მიერ მომზადებული პროექტები და სწორედ ამის საშუალებით დასაქმდეთ და შეიძინოთ უფრო მეტი გამოცდილება. რაც თავარია პროექტის წარდგენა ამარტივებს საქმეს ისიც, რომ შესაძლებელია და სავალდებულო მხოლოდ ერთ ენაზე, ქართულ ენაზე, არ არის აუცილებელი რომ თარგმნონ სხვა ენაზე, ალბათ ესეც გაუმარტივებს ჩვენს ახალგაზრდებს საქმიანობას. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი და ასევე მისი მოადგილე მურმან პატარაია. რეკლამის დრო ჩვენს პროგრამაში რამდენიმე წუთში პირდაპირ ეთერში მხოლოდ თქვენთვის ვიმუშავებთ. დროებით.